ბოლო 4 წელიწად ნახევარია ჩვენ ვამტკიცებთ ხაზგასმით, ვაცხადებთ და ვამტკიცებთ იმას, რომ უკრაინა ომში რუსეთის წინააღმდეგ გაიმარჯვებს. ისიც რა არის, საქმე ის არის, რომ დაახლოებით წელიწად და 2 წლის წინ, 3 წლის წინ ამის მტკიცება ზახილის ნიშნის დასმა ამ წინააღმდების ბოლოს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, საკმაოდ რთული იყო და შესაბამისად ჩვენი განცხადებანი ეფუძნებოდა უფრო იმედებს, რომ უკრაინა არ დამარცხდება და შესაბამისად გაიმარჯვებს რუსეთის წინააღმდეგ ომში. მაგრამ ბოლო პერიოდია და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილმა უნდა იცოდეს, რაც ხდება უკრაინაში. ბოლო პერიოდია ჩვენი არგუმენტები გაცილებით მყარია. ისი თქვენ რაც ხდება ახლა ფრონტის ხაზზე, თუმცა ყველაფერი შესაძლოა არ იცით და მე ვეცდები მათ შორის ამ ვიდეო ბლოგში შევავსო გარკვეული ის ვაკუუმები, რომლებიც არის ქართულ საზოგადოებაში და პირველ ყოვლისა ვისაუბრო უკრაინის საზოგადოების მთლიანად და განსაკუთრებით ხელისუფლების და ხელისუფლებას რო ვამბობ პირველ ყოვლისა უგულისხმობ პრეზიდენტ ზელენსკის განწყობებზე და მის პოზიციებზე. უკვე დღეს და ახლა რა აზრი აქვს ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო ინტერვიუს, ან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს განვიხილავ ორ ფრაგმენტს უფრო სუსტი რო ვიყო. რუსეთი რასაკვირველი ჯოჯოხეთური სახელმწიფოა, 2022 წელს მას ეგოდა რომ უკრაინას დაამარცხებდა მალევე, თუმცა 4 წელიწად ნახევარია გრძელდება ეს ბრძოლა. რუსეთს აქვს რასაკვირველია თავისი არგუმენტები ჭყალებში. ის ამბობს რომ ეხლა მე უკრაინა კი არ მეომებაო, არის სამაში ლოგიკა, არამედ მთელი დასავლეთი მეომებაო. უბრალოდ რუსეთს და მის შლეგ ლიდერ პუტინს ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლის დასაწყისისთვის, როცა პრაქტიკულად საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ჩაკლაფვის თაობაზე, უნდა გაეთვალა, რომ უკრაინა მარტო არ დარჩებოდა. და დასავლეთი ნელ-ნელა ძალიან ზანტად, ძალიან დუნედ, ძალიან მძიმედ რასაკვირველია, მაგრამ ბოლოს მაინც მიიღებდა გადაწყვეტილებას უკრაინის სრული და უპირობო მხარდაჭერის თაობაზე. რატომ? იმიტომ რომ დასავლეთი ბევრი მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დასავლეთი შესანიშნავად ხვდება ერთს, თავარს. რუსეთი მუცელ-ამოუყორავი სახელმწიფო. იმ შემთხვევაში თუ დაუთმობს დასავლეთი უკრაინას, რუსეთს დაუთმობს უკრაინას, ამ შემთხვევაში ეს მადამოსული სახელმწიფო იმპერია რუსეთი საბჭოთა კავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებსაც შეუტევს, მეთქი არასწორი სიტყვა, იოლად გადასანაცვლავს. და ვინც ის და ამ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან მათ შორის შემოარღვევს ნატოს წევრი სახელმწიფოების, ბალტიის სამივე სახელმწიფოს, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ტერიტორიულ მთლიანობასაც და მათ შესანცვლა გადასანაცვლასაც მოინდომებს. ბალტიისპირეთიდან პოლონეთამდე ერთი ხელის გაწმენდა, პოლონეთიდან გერმანიამდე ასევე ერთი ხელის გაწმენდა და რუსეთი კვლავ ვიტყვი მუცელ-ამოუყორავი პუტინი, მუცელ-ამოუყორავი ლიდერი, ვინც ის და გერმანიასაც შეუტევს. ხადია კონვენციურ ომს გულისხმობ, მაგრამ მაინც და მაინც არ გულისხმობ რაღაცა სახმელეთო ჯარის გაშვებას ბერლინის მიმართულებით. ამას ალბათ კი ნამდვილად ვერ მოახერხებს რუსეთი, რომელიც გვარიანად დასუსტებული ახლა. მაშინაც ვერ მოახერხებდა 2022 წელს პირდაპირ გერმანიაზე რომ მიეტანა იერიში, მაგრამ ომი თანამედროვე არის სხვადასხვაგვარი, არის ჰიბრიდული, მათ შორის მოიცავს კონვენციურ ელემენტსაც და კონვენციური ელემენტი რო ჩაშალო მოიცავს მაგალითად ფრთოსანი რაკეტების, ან ბალისტიკური რაკეტების, ან თუნდაც დრონების გადაფრენა, გადმოფრენას ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, ავისი სხვა სივრცეების, ევროპის სივრცეების მიმართულებით და ევროპა სწორედ იმიტომაც ძალიან გააფთრებით იცავს უკრაინას, იმიტომ რომ ხედავს, რომ უკრაინას და მხოლოდ უკრაინას შეუძლია შეჩერება რუსეთისა, პუტინისა კონკრეტულად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროპის განწყობები საუკრაინო, პროუკრაინული, სწორედ ამიტომაც არის. ამერიკის შეერთებული შტატებიც ამგვარად იქცება პრინციპში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არგუმენტირებულია ლოგიკა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ფრიად არაორდინალურად ქმედებს, არის რაღაც ლოგიკა ამაში, მაინც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო პერიოდია განსაკუთრებით გადაწყვეტილება მიიღო, რომ უკრაინას გაამარჯვებინოს. რთულია ეს, არ არის იური. იმიტომ რომ რუსეთი ვეება სახელმწიფოა, რუსეთი ყველაფერზე წამსვლელი სახელმწიფოა, აგე პუტინმა თქვა რამდენიმე ხნის წინ, რომ მეორე მსოფლიო ომში, დიდ სამამულო ომში, ჩვენ 27 მილიონი ადამიანი შევწირეთ, მართლაც აზერბაიჯანზე ხორცად აქციეს ჯარისკაცები რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოსიდან, ბელარუსიდან და ასე შემდეგ სხვა რესპუბლიკებიდან და ახლაც მზადა ვართ 27 მილიონი გავიმეოროთო, ხა რიცხვი აღარ დაუსახელებია, მაგრამ გავიმეოროთო და ყველა შევწიროთო. პუტინმა ბევრი სხვა რამეც თქვა იმ თავის ბოლო ან ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში, ყველაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, ის კი თქვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ამაზე მქონდა მთვარსდეი ვიდეო ბლოგი, რომ ჯარისკაცებიო მეკითხებიანო, რაღა გავაკეთოთ ომი თუ დასრულდება, SVO თუ დასრულდება მას შემდეგ.
SVO თუ დასრულდება, ეს სერიოზული პრობლემა იქნება რუსეთისათვის, იმიტომ რომ ჯარისკაცები პრობლემას დაკარგეს მეგობარი, ძმა, ახლობელი, ნათესავი, მეზობელი, ავისი თანამეომარი ვერ დაბრუნდებიან ეგრეთ წოდებულ პროფილაქტიკებში ან იმ სამუშაოზე, სადაც მანამდე მუშაობდნენ. იმიტომ რომ იმ სამუშაოზე რომ დაბრუნდებიან, ფულს აღარ მისცემს. ახლა მოცემულ ეტაპზე უჭირს რუსეთს რასაკვირველია ეკონომიკურად, მაგრამ ასე თუ ისე ინახავს იმ ჯარისკაცებს, მეუბნებს, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე ხავს და თუ დაბრუნდებიან ისინი, ანუ უომრად თუ დაბრუნდებიან, რომ თუ დასრულდება, ხო? ისინი ამ დახმარებას ვეღარ მიიღებენ და შეერ და მწყურვალ და ბედის ანაბარა მიტოვებული ჯარისკაცი შეიძლება ფრიად გაუჯავდეს მოსკოვს და მოსკოვში მთავარი პირი მოსკოვსა და ვალდაიში დასაკვირველია პრეზიდენტი პუტინი. აქედან გამომდინარე, ისე უტრირებულად ვიტყვი, ვინტოვკა ეგრეთ წოდებული, შაშხანა ეგრეთ წოდებული, იარაღი ეგრეთ წოდებული კი რა ნამდვილად შეიძლება მიმართონ სწორედ მოსკოვისაკენ და პუტინს უთხრან, რომ კი მაგრამ რატომ ავამე, რატომ მოკვდა ჩემი მეზობელი, მეგობარი, ახლობელი დაიჭრა, ათესავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ SVO-ს ფარგლებში დასახული ამოცანებისთვის ჩვენ არ მივიღწევია, ვერ მივახციეთ და მართლაც ვერ მიაღწია. უკრაინა გაცილებით ძლიერია, ვიდრე იყო 22 წელს, 23 წელს, 24 წელს, 2019 წელს მაგალითად, გაცილებით ძლიერია. ნატოს საზღვრები მართლა უკრაინაზე ხომ არ არის? ნატოს საზღვრები გაფართოვდა რუსეთმა ფინეთის სახით მიიღო 1300 კილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთი ნატოს წევრ სახელმწიფო ფინეთთან. ფინეთის გარდა ნატოში შევიდა შვედეთი. ევროკავშირი გაძლიერდა და უფრო ერთიანი გახდა განსაკუთრებით ორბანის მოცილებისა და ფიცოს მოცილების შემდეგ ხო უფრო ერთიანი გახდება, უფრო შეიკრა. კი მესმის რომ ამერიკასა და ევროკავშირს შორის გარკვეული უთანხმოებები არის, მაგრამ პრინციპში დალაგებადი ურთიერთობებია და უთანხმოებებია. ასე ვიტყვი, რუსეთმა ვერ მოახდინა დენაციფიკაცია უკრაინისა, ვერ მოახდინა დემილიტარიზაცია უკრაინისა და კი შეუძლია თქვას, რომ აგე მე-5, მე-6, მე-7 ან 27 პირობითად რეგიონს ვიერთებ უკრაინისაო, მაგრამ რამდენიც არ უნდა თქვას, ხო, ის ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს იმ ტერიტორიაზეც კი, რომელზეც ახორციელებდა ომის დასაწყისში, ანუ 2022 წლის თებერვლის მიწურულით არტის დასაწყისისთვის და კიდევ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთი აბსოლუტურად იზოლირებულია ახლა კი არის აქ-იქ ევროპელებისაგან ისმის რომ იქნება და მოხდეს დეიზოლაცია და ცალკეული რაღაც ბიზნესები დაუშვან ამ რუსულ ბაზარზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროკავშირისა და დასავლეთის პოლიტიკა მაინც ერთიანი და ურყევია. რუსეთის იზოლაცია უნდა გრძელდებოდეს, რუსეთის დემონიზაცია უნდა გრძელდებოდეს, რუსეთის კუთხეში მიმწყდება უნდა გრძელდებოდეს, მათ შორის უნდა გაგრძელდეს მაშინაც თუ აი ხვალ პირდაპირ მნიშვნელობით ომი დასრულდება და უკრაინის ნასთან მიმართებაში რუსეთი უკან დაიხებს, ვიდრე 91 წლის საზღვრებზე არ გავა უკრაინა, ანუ ალმა-ატის ხელშეკრულება არ ამოქმედდება სულად უკრაინასთან მიმართებაში და ყველასთან მიმართებაში, ალმა-ატის შეთანხმება, მანამდე ეს ომი შეიძლება შეწყდეს, მაგრამ არ დასრულდეს და მანამდე არ მოხდება რუსეთის დეიზოლაცია, პუტინის რუსეთის დეიზოლაცია, ასეც დავა კონკრეტულად შეგვიძლია ამის თქმაც ხმამაღლა. რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინამ მე მგონი მიაგნო გასაღებს, როგორ უნდა იომოს და ის არა მარტო კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს, არამედ ახლა უკვე დიდ ლოჯისტიკურ ჰაბებსაც ურტყავს. Wildberries არის თვალსაჩინოება, თუმცა რიგში არა მხოლოდ Wildberries-ის, არამედ სხვა დიდი ლოჯისტიკური ჰაბებიცაა, რომ ვიცოდეთ, მაინც მთელი რუსეთის მასშტაბით, აგე რუსეთში რაღაცა აფეთქდა გუშინ, აგე წივიან რუსები დღეს, აგე ყიყვირიან გუშინ, თუ გუშინ წინ იყირეს, ვიღაცა ისტერიკაშია და ამბობს, რომ ელექტროენერგია არა აქვს, რაღაც ბოლო 48 თუ 72 საათია, ვიღაცა ბუნებრივ აირზე ჩივის, ვიღაცა ინტერნეტზე ჩივის, ვიღაცა ტირის, ვიღაცა ყვირის და ასე შემდეგ და ასე ეს პანიკა. გარდაუვალ აუცილებელია რუსულ საზოგადოებაში ამ პანიკის შექმნა იმისათვის, რომ უკრაინამ უფრო სწრაფად მიაღწიოს საკუთარ დასახულ ამოცანებს. დასახული ამოცანა არის არა მხოლოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტა, ახლა დაშორიშორება ძალებისა და ცეცხლის შეწყვეტა არსებული მდგომარეობით. არამედ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის თავიდან ბოლომდე ამოზირკვა ოღონდ. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია თუ ინგრედიენტია, თუ აქცენტია, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ისე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც რუსეთი მოითხოვს დეიზოლაციას და ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ რაღაც დიდი კომპანიების დაბრუნებას, კოკა-კოლების და მერსედესების და სხვა კომპანიების დაბრუნებას
რუსეთში, როცა რუსეთი ამას მოითხოვს, რუსეთი არ მოფერიანდეს ისე, რომ 5-7 წლის შემდეგ თუნდაც პოსტპუტინისტური არ იყოს ისევ აგრესიული. ამიტომ უკრაინა ითხოვს არა მარტო ალმათის ხელშეკრულების შეთანხმების შესრულებას 91 წლის საზღვრებში, მისი ტერიტორიების აღიარებას, დაცნობას და დემილიტარიზაციას და რუსების განდევნას ამ ტერიტორიებიდან, არამედ რუსეთის იმ მდგომარეობაში ჩაყენებას და ვინცის დაშლასაც კი, რომ რუსეთს აღარ ქონდეს რევანშის განხორციელების შესაძლებლობა. თავად უკრაინაში ასაკურველი არის ძალიან ბევრი პრობლემა, ხუიათ ვლაპარაკობთ და არაფერი არ არის დასაბარი. მათ შორის არის კორუფციის, შესყიდვებში კორუფციის პრობლემა, მათ შორის შეერაღებულ ძალებში. აი ეს ფედოროვ-სირსკის კონფლიქტი, თუ ამას კონფლიქტი ქვია საერთოდ, სწორედ შესყიდვებს ხებოდა, როგორი ტიპის შესყიდვები უნდა განეხორციელებინათ შეერაღებულ ძალებს. სამწუხაროდ ზელენსკი მიიღო ჩემი მოსაზრებით, დღესაც ამავე აზრით ვჩები, პრინციპში მაინც არასწორი გადაწყვეტილება, თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მომავალი გადაწყვეტილების სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის დრაპატის დაანიშნა, მათ შორის უკრაინის შეერაღებული ძალების იმ ტალღაზე დატოვება, რა ტალღაზეც იყო ფედოროვის დროს და ფედოროვსკის შესთავაზა რამდენიმე თანამდებობა ამ კაცმა იუარა, სხვა შორის იუარა ფედოროვმა იტალიის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებაც იტალიის თავდაცვის მრჩევლის თანამდებობაზე წასვლის თაობაზე და უკრაინის შეერაღებული ძალებიდან დაითხოვეს პრაქტიკულად ასე გაანთავისუფლეს. აი ეს მეორე კონფლიქტის მეორე მხარე სირსკი, რაც ძალიან კარგია პრინციპში, თუ გულახდილები ვიქნებით. მოკლედ უკრაინას აქვს პრობლემები, განა არა, ამის თქმა მინდა. მაგრამ ამავდროულად უკრაინა აი ვალდბერის რო უტევს, ნავთობგადამამუშავებლებს რო ანგრევს, სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს რო შეუტევს და ვინიცის და კრემლშიც კი არა წითელ მოედანზე ჩამოაგდებს ერთ-ორ ფრთოსან რაკეტას ან დრონს გარკვეული პერიოდის შემდეგ უკრაინა რასაკვირველია გამარჯვების ტალღაზე უფრო, აი გამარჯვებას უფრო აღწევს ვიდრე მარცხდება. 3 წლის წინ 2 წლის წინ ასე მაგალითად მე ამას ვამტკიცებდი. მაგრამ მაშინ ჩემ ხმაში ალბათ ბზარი მაინც შეინიშნებოდა, მე ვამტკიცებდი და უფრო დაფუძნებული იყო ეს ყველაფერი ჩემს სურვილზე. იმედზე და სურვილზე, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რასაკვირველია, ამგვარ მიმომხილვებს ჩვენ გვაქვს ერთგვარი ვალდებულება, რომ საზოგადოება გავამხნევოთ და ვუთხრათ ჭყალებში წყვილი, ჭყალებში ხაზგასმით ვამბობ, ოდნავ გადავუჭარბოთ, მართლად ვიქნები გაგებული, რომ თავად საზოგადოებას ეს რეზისტენტობა წინააღმდეგობის უნარი არ ჩამოუქვეითდეს, მან დაიჯეროს, რომ რუსეთის დამარცხება შეიძლება და შესაძლებელი რო არის, აგე დღევანდელი დღეც კი ადასტურებს ამას, დღევანდელი პერიოდი არსებული, აქ და ახლა არსებული მდგომარეობა ადასტურებს. აქ და ახლა საქართველოში არა, იქ და ახლა უკრაინაში არსებული მდგომარეობა. უკრაინა საოცარ წარმატებებს აღწევს განსაკუთრებით ცაში, რასაკვირველია, განსაკუთრებით უპილოტო საფრენის საშუალებების მრავალმოდიფიკაციანი დრონების წარმოებით და დრონების გამოყენებით. რუსეთი ამ ყველაფერს ვერ ეწევა კატასტროფულ მდგომარეობაში. მაგრამ ჩვენ ამავდროულად უნდა ვიცოდეთ და ობიექტური სურათი უნდა გქონდეს უკრაინის ხელისუფლების და პირველ ყოვლისა უკრაინის პრეზიდენტის განწყობების თაობაზე. და პრეზიდენტის განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისიც ეს განწყობებიც გადავრცელდება მთელ საზოგადოებაზე, რომელიც რასაკვირველია მომართულია ბევრი დაიხალა, ბევრს აღარ შეუძლია, ბევრს მიაჩნია რომ ახლა უნდა შეწყდეს ომი, მაგრამ აი ძირითადად ასე ფიქრობს უკრაინული საზოგადოება, ომი უნდა გაგრძელდეს. ომი უნდა გაგრძელდეს მიუხედავად შეჭირვებისა, იმიტომ რომ შესანიშნავად ხდებიან ისინიც, რომ თუ ხვალ დაუთმობ დონბასს, ან დაუთმობ ფრონტის ხაზს, ზეგ უკვე ხარკოვს და მაზეგ უკვე კიევს კიდევ ერთხელ შეუტევს და დაიპყრობს, რაც თავარია, შეუტევს ერთია და დაიპყრობს. მე იმ თეორიას ვემხრობი, რომ რუსეთი რაც არ უნდა დაიპყროს კიევი, რუსეთი ვერ გაჩერდება კიევში, მაგრამ ეს თეორია შეიძლება სულაც არ არის სწორი. შეიძლება რუსეთმა მართლა უკვე შემდგომ ნამდვილი და სრული მობილიზაცია გამოაცხადოს და ყოველ მეორე ქუჩაზე ჩააყენოს რუსი სალდატები კიევში და ხიშტით შეინარჩუნოს ძალაუფლება რუსული რეჟიმი. სხვა, ანუ ზელენსკი ჩამოაგდოს და სხვა რუსული რეჟიმი. და კოლაბორანტებიც საკმაოდ ბევრი გამოჩნდებიან, ამიტომ ჩემი თეორია თითქოს სწორია, მაგრამ აი კოლაბორანტებს თუ დაამატებ, ხო? და უკრაინულ საზოგადოებაშიც გამოჩნდებიან რასაკვირველია კოლაბორანტები დღეს რო ჩუმად არიან ან ხმას არ იღებენ, ან არ აკრიტიკებენ, ან შეიძლება აკრიტიკებენ კიდეც ხელისუფლებას ზელენსკისა. ისინი უკვე მე ღიად გამოვლენ ასპარეზზე. ჩვენთანაც ეს პრობლემა არის ალბათ. ჩვენ ვერ დაგვიფხრობს რუსეთი პირდაპირ მნიშვნელობით, რუსთაველზე, ყაზბეგის გამზერზე, ვაჟაზე, პეკინზე და კოსტავას ქუჩაზე ვერ ჩადგება ყველგან, უბრალოდ იქ ჩადგება, მაგრამ ჩიხებში ვერ ჩადგება, მაგრამ ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან სამწუხაროდ ვინიცის და უფრო მეტი კოლაბორანტი გამოჩნდება, რაოდენობრივად არა პროცენტულად, ვიდრე უკრაინაში და ისინი შეეხინებიან რუსეთის ფედერაციას. თორე მე ცხადი უნდა გვეშინოდეს რუსეთის ტანკის შემოსვლისა, მაგრამ რუსეთის ტანკის შემოსვლაზე მეტად უნდა გვეშინოდეს რუსეთის ტანკის გაჩერებისა. თუ წინააღმდეგობა შეწყდება,
ამ შემთხვევაში ჩერდება და წინააღმდეგობა შეწყდება მათ შორის, იმიტომ რომ კოლაბორანტები გამოეთრევიან ჩვენ სინამდვილეში, ბიზნესში ხო კოლაბორანტების თაობა თუ თაობები აღზარდა, წარმოაჩინა და ასპარეზი მისცა ამ კოლაბორანტებს. კარგით, მე აუბრუნდები იმ სიტყვას და განწყობებია უკრაინის განსაკუთრებით ხელისუფლებაში და რასაკვირველია პირველ ყოვლისა უნდა ვილაპარაკოთ პრეზიდენტ ზელენსკის განწყობებზე. ხო და ეს ზელენსკი გმირი კაცი რასაკვირველია. იცით თქვენ რომ იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, იცით რომ რამდენიმე ინტერვიუ მისცა, იცით რომ სწორი აქცენტები დასვა და ასე შემდეგ შეცდომების მოზლისგან არა მას, მაგრამ ზელენსკი მაინც მაგარი კაცია, იმიტომ რომ ის ომის დროს მთავარსარდალი, უმაღლესი მთავარსარდალი იყო, ხვალ რომ დაამთავროს ზელენსკიმ კარიერა და წავიდეს. ის სამარცხვინოდ წასული არ არის, იმიტომ წასული არ იქნება, იმიტომ რომ არ ხელუხმა გაარტყა რუსეთის ფედერაციას და ეს ძალიან კარგია და ამას ყოველთვის დააფასებს უკრაინული საზოგადოება, უკრაინის ხალხი. მოკლედ ეს ზელენსკი აძლევს ინტერვიუებს ერთმანეთის მიყოლებით, ასე ვიტყვი, ბევრ და ხშირ შემთხვევაში ძალიან ობიექტურად აფასებს ამა თუ იმ პროცესს. მისი განცხადებით, უკრაინას ომში დაიღუპა სულ რაღაც 50,000 ჯარისკაცი. ბოდიში სულად შეხერს ეს სულ რაღაც 50,000 ჯარისკაცი. მაგრამ მე ვალდებული ვარ გითხრათ, რა თქვა ზელენსკიმ. სულ რაღაც რასაკვირველია, ჩემი დამატებაა და არ ითქმის, იმიტომ რომ 50,000-იც საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა. მე მგონია, გულახდილად გეტყვით, ზელენსკი ცოტაზე მეტად ამცირებს რაოდენობას. უკრაინას ალბათ დაიღუპა მეტი. უბრალოდ რაღაც ოფიციალური სტატისტიკაა და რაღაცი ოფიციალური სტატისტიკაა, ისე ამას ეხება სწორედ ზელენსკი. ხოლო დაჭრილი რაოდენობა 400,000-მდეა. ის ასევე აღნიშნავს, რომ უგზო-უგლოდ დაკარგულად რჩება ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანს. სხვა შორის თუ მათაც მივათვლით, მაშინ ჩემი მონაცემები უხეშად ჩემი ან სხვების მონაცემები და ზელენსკის მონაცემები პრინციპში ერთმანეთს დაემთხვევა. ანუ თუ უგზო-უგლოდ დაკარგულსაც მივიჩნევთ ჩვენ დაღუპულად, ამ შემთხვევაში ადის დაახლოებით 300 ვინისის და 350,000 ადამიანამდეც კი, ჯარისკაცამ მოქალაქემდეც კი. ეს ღია განცხადებაა პრეზიდენტ ზელენსკის, არ მახსოვს თქვა თუ არა და თქვა რამდენადაც მახსოვს, რომ 700,000 ჯარისკაცი დაეღუპა რუსეთს ამ ომში. Fox News-თან მისცა ეს ინტერვიუ პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ამასობაში ზელენსკი არ ამახვილებს იმაზე ყურადღებას, რომ სწორედ Wildberries-ის გაბანაწილებელი ცენტრი ახლა ამ შემთხვევაში უკვე ვოლგოგრადში 44,000 კვადრატული მეტრი ფართობის ლოგისტიკური კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს საკვანძო ლოჯისტიკურ ხაბს ვოლგოგრადის, ასტრახანისა და მეზობელი ოლქებისთვის, დაიწვა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლუკოილ ვოლგოგრად ნეფტეპერაბოტკა, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელს, ავიასაწავსა და ნავთობპროდუქტებს, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური თუ სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის საწვავით უზრუნველყოფისათვის. დაიწვა. მოკლედ ეს რაღაცეები იწვის, უბრალოდ ზელენსკი ვერ მოახერხა ამ Fox News-თან ამ თემებზე ყურადღების, ეს კონკრეტულად ამ თემებზე ყურადღების გამახვილება. სამაგიერო ზელენსკიმ თქვა შემდეგი და ძალიან საკვანძო სიტყვა. ჩვენ არ ვაკებთ. უყურეთ, კითხვა არის ასეთი. ნებოთ აუწიოთ, ბოდიში. Is Ukraine winning right now? უკრაინა იმარჯვებს აი ახლა აი ამ ეტაპზე, აი ამ მომენტისათვის. Is Ukraine winning right now? ხო, ახლა იმარჯვებს, ეკითხება ჟურნალისტი, რაზეც პასუხობს ზელენსკი ძალიან ობიექტურად. ეხლა ჩემთვის რო გეკითხათ ეს, მე გეტყვით, რომ yes, Ukraine winning right now. მაგრამ მე ამას ვამბობ, მაგრამ ზელენსკის კიდევ უფრო ფართო და საკუთრივ გაცილებით სწორი ხედვები აქვს. ზელენსკი ამბობს, ჩვენ არ ვაგებთ. ჩვენ არ ვაგებთ. ხოლო რუსები არ იგებენ. ფრონტზე არსებული რეალური სიტუაცია რომ შევაფასოთ, თავარი ის არის, რომ ინიციატივა რუსეთის ხელში არ არის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გადაიჭირა წართვა უფრო ზუსტი რომ იყო უკრაინამ რუსეთს ინიციატივა. და ეს უნდა იცოდეს მაყურებელმა. ქართველმა მაყურებელმაც უნდა იცოდეს. უყურეთ, რატო უნდა იცოდეს იცით? ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ უკრაინა როდესაც გაიმარჯვებს, ახლა არის 6-4, მოდი ესე ვიტყვი, უკრაინის სასარგებლოდ. 6-4, ანუ 60% წინ არის უკრაინა და 40% არის წინ ან უკან რუსეთის ფედერაცია. მანამდე იყო 5-5, მანამდე აგებდა უკრაინა 3-7-საც, 2-8-საც აგებდა. ახლა უკვე 6-4-ს იგებს, ასე ვიტყვი, ფრონტის ხაზზე და არა მხოლოდ უკრაინას გულისხმობს. ჩვენ და ვიცოდეთ, რომ თუ ამ დინამიკის თივლის უკრაინა და განსაკუთრებით ამ შორ მანძილზე რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს დაბომბავს და განადგურებს, რუსეთის ეკონომიკური კოლაფსი გარკვეული პერიოდის შემდეგ გარდაუვალია.
ეს ეკონომიკური კოლაფსი ჩვენზეც გადმოვრცელდება, გვინდა ეს თუ არ გვინდა, იმიტომ რომ მათ შორის იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა მიბმულია რუსეთზე, მათ შორის იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკის ნაწილი ტურიზმია მიბმული, მათ შორის იმიტომ რომ რაღაცა პრაქტიკულად ყველა პირველადი და არამხოლოდ პირველადი მოხმარების საგნები რუსეთიდან შემოდის, ეს ყველაფერი რაღაც დეფიციტური იქნება უშუალოდ რუსეთში და ვისაღაც ემახსოვრება საქართველოში რაღაც პროდუქციის გამოგზავნა ხო იმპორტირებულის ჩვენთვის იმპორტი იქიდან აქეთ და ასე შემდეგ და კიდევ რაღაცა ეს ერთია პროდუქტი რაღაცეები არ ვიცი წყალი მაგალითად წყალი არა რაღაც ზის პროდუქტები პირობითად ხო წყალს წყალობით ვაწარმოებთ ჩვენ საკმარის რაოდენობით ჩვენთვის გვარს ხო მაგრამ ეს გადავრცელდება უკვე სხვა პროდუქტებზეც სხვა არაპირობადი მოხმარების პროდუქტებზეც და ასე შემდეგ და საქართველოს რომელიც რუსეთზე დამოკიდებული გახადა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. მაგრამ ამ გამოწვევას ჩვენ უნდა დავუხდეთ ადეკვატურად. ხელისუფლება წოდებული ჯგუფი ადეკვატურად რომ არ დაუხდება, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. სოციალური პრობლემები ჩვენში გარდაუვალია იმის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მაინც არის რაღაც ერთგვარი უკანონო შემოსავლების ერთგვარი wildberries hub. ხო, აქ უკანონო შემოსავლების მაგალითად ყვავის კრიპტო ბიზნესი რომელიც ხოთაშორის ეხმარება საქართველოში არსებული კრიპტო ბიზნესი რუსეთს ომის წარმოებაში უკრაინის წინააღმდეგ. ეს მაღალი ალბათობით არის ნარკოტრაფიკის გზა, ხო, მათ შორის მძიმე და მეტისმეტად მძიმე ნარკოტიკებისა. ეს არის კოლცენტრების ქვეყანა. და აი ამით და უკრაინის ომზე პარაზიტირებით ინარჩუნებს ეკონომიკის ჭყალებში მაღალ დონეს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ რუსეთი თუ ინგრევა არასოდეს თქვა შესაძლოა თუ იშლება ან რა ვიცი სუსტდება, ხო? ჩვენზეც ავტომატურად გადმოვრცელდება მისი სისუსტე, მისი მდგომარეობა. და ეს ბრალია საქართველოს ხელისუფლებისა და ჩვენ ამას დამომზადებულები უნდა შევხვდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინის გამარჯვება შეიძლება დადგეს ოდნავზე გვიან, მაგრამ აი ეს კრიზისული პერიოდები ამ რეგიონს მთლიანად, ჩვენ კი არა ყაზახეთსაც კი გასავლელი აქვს, მათ შორის კრიზისული ეკონომიკური ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. რაგაირ უკრაინის გამარჯვებაზე და უბრალოდ რუსეთის დანგრევაზე გამამახვილი ყურადღება უკრაინაში ამბობენ ძალიან ნათლად. ესეც უნდა თქვა ხაზგასმით, რომ რასაკვირველია ისინი განიხილავენ იმას, რომ რუსეთი დაიშალოს როგორც ერთიანი ფედერაცია. ფედერაციის სუბიექტებად რაღაც კავკასია გავიდეს ცალ-ცალკე თუ ერთად რუსეთს მიღმა იყოს. რასაკვირველია პირველ ყოვლისა ლაპარაკობენ ტატარსტანზე ან ბაშკიროსტანზე ან სხვებზე და სხვებზე. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი უალტერნატივო სცენარი. უალტერნატივო სცენარი არის ამბავი ის, რასაც ახლა მე თქვენ გეტყვით. რუსეთი ისეთი სუსტი უნდა იყოს, რომ მას რევანშის გაკეთების მოხდენის შესაძლებლობა არ ჰქონდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ბუნებრივია, რომ რუსეთი როგორც კი დასუსტდება და გამარცხდება ამ ომში, ის მოითხოვს დეიზოლაციას. სოფლიო 100-ზე მეტი პროცენტი ხო არ არსებობს, მაგრამ 1900% უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთის გარკვეული პერიოდის შემდეგ არ მოუნდება უკრაინის სხვა ქალაქების ომის მდგომარეობის დაბრუნება. ეხლა თუ ვინმე მეტყვის, რომ უკრაინა ვეღარ მოახერხებსო, ვინც გეტყვით, რომ ვეღარ მოახერხებს. მით უმეტეს ვერ მოახერხებს ბერლინის, ვარშავის რაღაც მიმართულებით სახმელეთო ჯარის გაგზავნას. მე არა თუ იქით, არამედ საქართველოსიც ვერ გამოგზავნით ჩემი აზრით სახმელეთო. თუმცა შესაძლოა მე ვწდებოდი და მარტო სახმელეთო ოპერაციები არ არის ომით თანამედროვე ყოველ შემთხვევაში ის გულისხმობს მათ შორის ფრთოსანი რაკეტებით, ბალისტიკური რაკეტებით, თუნდაც დრონებით დაბომბვას პოლონეთისა, გერმანიისა, უკრაინისა, რა ვიცი, ლიტვისა, ლატვიისა, ესტონეთისა, სხვებისა და ამას უფრთხის სწორედაც რო ევროპა, რომელიც უფრო მკვეთრად უჭერს მხარს უკრაინას. ზელენსკის გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მათ შორის როგორ იქცევიან აღარ შევაფასებ ასე რომ ის კომუნიკაცია გასაგებია. აი ომში მყოფი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც იხტიბარს არ იტეხებენ, რომლებიც ბრძოლის უნარიან და აჩვენებენ საზოგადოებას, რომ არ დაიხიეს უკან, რომ ბრძოლა არის ერთადერთი მდგომარეობა, რომელიც გამარჯვებას მოიტანს. და წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მართლა უკრაინას რო ჩაღლაპავს, მიბობღდება ყველა სახელმწიფო, მასთან აზერბაიჯანის გარდა მეთქი ახლა უნდა მეთქვა, მაგრამ აზერბაიჯანის მნიშვნელობას შეცვლის აქცენტებს, იმიტომ რომ დაუშინდება უნდა ეს თუ არ უნდა. რუსეთს გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ რუსეთი გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს, როგორც ამბავი ის არის, რომ ვეღარ აღწევს რუსეთი ამ წარმატებებს, ეს ხო ყველამ კარგად ვიცი. ბოლო ნიუსებს გადავხირავთ თქვენის ნებართვით. ამასობაში ვიღაცა მიირეკავს. მოდით, დაგემშვიდობებით და ჩვენ კი მეტი უპასუხებ ამ ზარს. ნახვამდის.